დღეს აგროსოფტ კომიტეტთან ერთად ვიმყოფებით ჯიღაუას სანაგე მეურნეობაში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ფონდი ქართულს მონაწილეობით შეიქმნა და დღეს არის უნიკალური ცენტრი ვაზის თუ ხეხილის და სხვა სცენარების მათ შორის უნიკალური სადაც არის ფაქტობრივად გენეტიკური ბანკი. იცით 500-ზე მეტი ქართული ჯიში იქნა აღწერილი, აღდგენილი და დღეს ჩვენ ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფოს აქვს ადგილი, სადაც ყველა ეს ჯიში არის შენახული. ამ აღდგენას, რა თქმა უნდა, თან მოყვა პოპულარიზაცია ძველი ქართული ჯიშებისა და დღეს ბევრ ოჯახში თუ სხვადასხვა მცირე თუ დიდ ღვინის მეურნეობაში არის ეს ჯიშები აღდგენილი და სწორედ ამას ჩაუყარა თავის დროზე ამ სანერგე მეურნეობამ სათავე. ბევრი გეგმა არის, იგეგმება მათ შორის გენეტიკური ბანკის შექმნა, სადაც იქნება როგორც ქართული ძველი ქართული ხორბლის ჯიშების ასევე არსებული ასე ვთქვათ არსებული სხვადასხვა სცენარეების განთავსება, შენახვა მინუს ტემპერატურებზე და ეს იქნება პირველი ასეთი უნიკალური გენეტიკური ბანკი სცენარეებისა საქართველოს ტერიტორიაზე. პოლონეთის საელჩოს განცხადებაზე მინდა გკითხოთ ბატონო შალვა, მოქალაქეებს მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის უარის მრავალი ფაქტის გამო გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის რისკს, მათ შორის ეს არის დემონსტრაციებში მონაწილეობა თუ არა. არის თუ არა, უნდა მივიღოთ თუ არა ეს განცხადება ისე, რომ ეთქვარი ირიბი აღიარება იმისა, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობა. ზოგადად არ ვიცი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი საქმე სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე, სხვა შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს, როდესაც მათ შორის ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულებით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაკავებული არიან სხვადასხვა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებით. რაც შეეხება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება არ შემოშვების საკითხს, არ ვიცი ხა რატომ ასკვნის პოლონეთის საელჩო რასთან შეიძლება იყოს კავშირი და მე არ ვიცი ხა რა შემთხვევები იყო ასეთი ასე ვთქვათ პირდაპირ კავშირის რატო ამყარებს, თუმცა მეორე მხრივ გასაკვირია საერთოდ ამაზე ხაზგასმა და რაც თავარია გასაკვირი არის რადიკალების რეაქციები ხოლმე ასეთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ისეთი წარმოდგენა თითქოს ეს თავისთავად საკითხია, რომ უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ. ხა არ ვიცი მე თუ გონია თუ ხა ყივჩაღების ასე ვთქვათ ყივჩაღების გუნდს ჩამოიყვანენ იმისთვის რომ მათ მიეხმარონ და რაღაცნაირად შეავსონ მათი შეთხელებული რიგები, ну არ ვიცი ხა ეს მიდგომები თუ აქვთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთოდ არის მათ შორის ის ფაქტები, როდესაც ჩვენ ნახეთ რომ უცხოელები იყვნენ ჩართული საქართველოში რადიკალურ პროცესებში, ეს ერთ რამეს აჩვენებს, ეს არის გაგრძელება ამ ქვეყნების ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკისა. როდესაც ხედავს ახლა რომ დაინახავს პოლონეთის მოქალაქე, რომ პოლონეთის ელჩი ერევაში და საკითხებში დაინახავს ესტონეთის მოქალაქე, რომ ესტონეთის ელჩი ერევაში და საქმეებში, იმასაც გონია რომ რაღაც ეს თავისთავადი არის ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და სხვა საზოგადოებას თავს მოახვიო შენი რაღაც პოლიტიკური მოსაზრებები და ასე არ არის აწყობილი სამყარო და ასე ამას არ გულისხმობს სუვერენიტეტი. ამერიკის წერილი ვნახეთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის უარიც შეხვედრაზე, ეს რომ შეგვიგვასწრებს როგორც წერილი, ასევე ბიძინა ივანიშვილის უარი პირად ასუხეთ საერთოდ კიდევ. უპირველეს ყოვლისა დასაფასებელია პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა პრეზიდენტ ყავალაშვილის მიმართ და მნიშვნელოვანი შინაარსი და გზავნილები, რომელიც ამ მილოცვაში იყო, რომელიც ორ მთავარ საკითხს უსვავს ხაზს. ერთი რომ აღიარება იმის და ხაზგასმა, რომ ამერიკის და საქართველოს მთავრობებს შორის მნიშვნელოვანი არის ინტენსიური თანამშრომლობა და მეორე ხაზგასმა იმის, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას აქვს მნიშვნელობა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. თავის დოზე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არსებობდა, ის ხორცშესხმული არ იყო. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისგან, რა თქმა უნდა, მოველით
ისევე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უკვე ამას ღიად აცხადებს ყველა ქვეყნის მიმართ, მოველოდით იმას, რომ იქნებოდა ეს ხელში შეუწყობდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას, თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის აი ზუსტადაც ხელსაყრელი სატარიფო პირობების შეთანხმებას. ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, დღეს პრეზიდენტ ტრამპს აქვს გამოცხადებული თავის მთავარ საგარეო ეკონომიკურ ამოცანებად. რაც შეეხება შემდეგ ამ წერილიდან მეორე დღეს ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს გამოექვეყნებინა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა, ნაცვლად ამისა დადეს რაღაც გაუგებარი პოსტი, რომელიც ეძღვნება პარტია ქართულ ოცნებას და რაღაცნაირად ისეთ აღქმას ტოვებს, რომ სურვილი იყო დაჩრდილული იყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილება. ცოტა იყოს გასაკვირია, რომ დღემდე საელჩო არასაჯაროებს წერილს და ეს მისი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ხდება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივნის კონგრესში გამოსვლის ტრანსკრიპტი ქართული შემოგთავაზეს და გაავრცელეს, ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო, რომელიც პრეზიდენტს წარმოადგენს, უნდა წარმოადგენდეს პრეზიდენტის წერილს არდებს საკუთარ გვერდზე და არ ვიცი, ალბათ ამასაც განმარტება სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის პასუხთან დაკავშირებით. რაც შეეხება პასუხს, ამაში ამ მიდგომაში ახალი არაფერი არ არის ზოგადად. ეს პასუხი თავის დროზე მიღებული აქვს წინა ელჩსაც და მე მგონი ზუსტად ეს არის დასტური იმ თანმიმდევრულობისა, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს და რომელიც ზოგადად ხელისუფლებას თუ პარტია ქართულ ოცნებას აქვს. ამას ემატება მეორე ფაქტორიც, როგორ წარმოუდგენიათ შეთავაზება შეხვედრისა იმ პირობებში, როდესაც წინა ადმინისტრაციამ უსამართლოდ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს შეხვედრას შანტაჟის ქვეშ, როდესაც ნებისმიერი გარედან დამკვირვებელმა შეიძლება იფიქროს, რომ სწორედ ამ საკითხებზე შეიძლება იყოს მსჯელობა. როდესაც განსაკუთრებით ხაზგასმის მაინდამაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდა ეს შეხვედრა და არა მის უშუალო ასე ვთქვათ საკონტაქტო პირებთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან თუ პრემიერ-მინისტრთან თუ სხვა თანამდებობის პირთან. ამიტომ ამ ხრივაც ეს გასაკვირი არის იმ მოცემულობით, რომ მათ შორის რომ ეს სანქციები თავის დროზე დაწესებული არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც დღეს კონგრესში მიმდინარეობს გამოძიება და პრეზიდენტი ტრამპიც ამისი ერთ-ერთი თანაინიციატორი არის. თუ რამდენად მენტალურად იაზრებდა პრეზიდენტი ბაიდენი იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის იღებდა. და ასე ვთქვათ, ამ სლოგანის ქვეშ მიდის, რომ ვინ მართავდა მის საწერ კალამს ხელმოწერის დროს, ვინაიდან არსებობს კონგრესს აქვს ეჭვი და პრეზიდენტ ტრამპს აქვს ეჭვი, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მენტალური მდგომარეობა შესაძლოა მას არაძებდა საშუალებას სრულად გაიაზრებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. აი როცა ასეთი რაღაცების აღიარება ხდება, რა გამოდის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა საკუთარი გაუაზრებელი ქცევით გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, საერთოდ თავად იღებდა გადაწყვეტილებებს თუ არა, თუ იყო ეს კარნახი და გაუაზრებელი ქცევები. ამიტომ რაც უფრო მალე მოხდება ამ გაუაზრებელი, სხვისი ხელით მართული კალმით ხელმოწერილი სანქციები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მით უფრო მალე შეძლებს საზოგადოება დარწმუნებას, რომ Deep State-ი ამერიკის შეერთებული შტატებში სუსტდება. როგორ შეიძლება შეიცვალოს რა მოლოდინები გაქვთ? ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გულახდილი ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ ხალხთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველაფერი დევს მაგიდაზე. ჩვენ ვთქვით, რომ შეიძლება ზოგი ჭირი მარგებელია ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ამან შეიძლება ისარგებელიც მოიტანოს, რომ ის უმოქმედო, არაქმედითი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გარკვეულწილად ფურცელზე არსებობდა, ახლა იძლევა შესაძლებლობას იმის გამო, რომ ცალმხრივად ბაიდენის ადმინისტრაციამ მავნებლურად შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ ხელახლა დავსდეთ და შევთანხმდეთ
იმ ურთიერთობაზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ამერიკელი ხალხისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის და ჩვენ თქვით თუ რა არის, როგორ ხედავთ ამ პროცესს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იქნება არა ზოგადი ფრაზების, არამედ კონკრეტულად გაწერილი პასუხისგებლობები ორივე მხარის, სადაც კონკრეტულად იქნება გათვალისწინებული ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესები, ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები, გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელსაც შემდეგ ორივე მხარე კეთილსინდისიერად მიყვება. ბატონშალვა, პროკურატურამ ციხეების ყოფილ უფროს მუხაძეს და მეგის ქარდავას დამატებითი ბრალი წარუდგინა პატიმრის წამებასთან დაკავშირებით 2011 წელს მოხდა ეს და ამ პატიმრს ჯერ ძალით აღიარებინეს, შემდეგ სხვის გაუპატიურება აჩვენებინეს, მისი ჩვენება აჭამეს და ასე შემდეგ. რომ გითხრათ, როგორ მუშაობდა მაშინ სისტემა და ყველაზე ცუდი დავალებების შემსრულებლები იყვნენ თუ არა მუხაძე და მეგის ქარდავა? ხო, დღეს წეგან კითხვაც იყო პოლონეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით და 2 დღის წინ ტროიკას განცხადება მოვისმენთ, მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, რომელიც რაღაც საყვედურებს გვითვლიდა დემოკრატიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს როგორც მოდერნიზატორს და დემოკრატს. აი ამ პოლონეთის მთავრობის მიერ ნაქები მიხეილ სააკაშვილის სისტემა იყო ასეთი, რაც დღეს მოვისმინეთ უკვე დადასტურებულად სასამართლოს განაჩენით, სადაც ციხეებში ადამიანს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სხვის გაუპატიურებას აყურებინებდნენ, გაუპატიურების იმიტაციას უტარებდნენ, ამას იღებდნენ ფირზე, რომ გაევრცელებინათ შემდეგ ეს ვიდეოები, ძალით აწერინებდნენ აღიარებას არარსებული დანაშაულისა. ეს დადასტურდა დღეს და ამას ეძახის პოლონეთის მთავრობა დემოკრატ და მოდერნიზატორ ხელისუფალს. მიხეილ სააკაშვილს ეძახის დღევანდელი პოლონეთის მთავრობა. ასე რომ რა თქმა უნდა, შესაძლოა ასეთი მთავრობა, პოლონეთის მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდეგ პრეტენზიებს ან რაღაც კითხვის ნიშნებს აყენებს საქართველოს დღეს არსებული დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებზე. რა თქმა უნდა, მათი სიტყვის დამაჯერებლობა არის დაბალი, ვინაიდან როდესაც მთავრობა უყურებს დიქტატორს და მწამებელს და ამას ან არ იმჩნევს, ან მალავს, ის ან არაკეთილსინდისიერი არის ამ მხრივ, ან არის გამოუცდელი და ვერ ამჩნევს თუ რა არის სიმართლე. რაც შეეხება მუხაძეს და მეგის ქარდავას, მათი სახელები საგამოძიებო კომისიის ხდომებზეც მუდმივად ისმის, როცა ციხეების საქმეს განიხილავენ. აი ამ ორ ადამიანზე რა შეიძლება თქვას, იყვნენ თუ არა ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩამდენები? თავისთავად და ჩვენ მათ შორის პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამ პიროვნულ ტრაგედიებს, ისტორიებს ვისმენთ. და სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია სურს რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს და ზოგიერთ უცხოელს, რომელიც ამ დღეებში მათ შორის თბილისში ვიხილეთ. ეს იყო სადისტების ხელისუფლება, რომლისთვისაც სადისტური მეთოდები არათუ გამონაკლისი, არამედ წესი იყო და ჰუმანური რაღაც ქცევები იყო გამონაკლისი. მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე ერთ-ერთი შემთხვევა გაიხსენა ერთ-ერთმა მოქალაქემ, როდესაც ციხეში მათ შორის ერთ-ერთმა ბადრაგმა რაღაც შეღავათი გაუწია და ეს საზოგადოებამაც თვითონ გასაკვირი იყო, იმიტომ რომ გამონაკლისი იყო იმ სადისტური მიხეილ სააკაშვილის სადისტური რეჟიმისთვის, გამონაკლისი იყო, რომ რაღაც ესეთი ჰუმანური გამოვლინებები ქონოდა. ბატონშალვა, კახარიას პარტიის მანდატებზე მინდა კითხოთ, როგორც ვიცით, მას სია სრულად არ აქვს ჩახსნილი მის პარტიას და საუბარია პირველი 12 პირის მანდატების გაუქმებაზე. მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ჯერჯერობით არ ვიცით, შემდეგი 12 შევა თუ არა პარლამენტში. თქვენი უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციამ ამასთან დაკავშირებით. ხო, მათ უკვე ის ზღვარი გადალახეს, სადაც ნახევარზე მეტი გაცდენა აქვთ მორიგი სესიისა, აქედან გამომდინარე უკვე დადგა ის გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და რა თქმა უნდა მათ შეუწყდებათ მანდატები, აღარაფერს ვეღარ გამოასწორებენ, უკვე გაცდენილი საკმარისი გაცდენები აქვთ. რაც შეეხება შემდეგ 12-ს, არ ვიცი ხა ეს მათი გადასაწყვეტი არის მოიქცევიან კვლავ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ უცხოელების კარნახით, თუ აიღებენ ხელში მანდატს, რომელიც მათმა ამორჩეველმა
მიანიჭა, არჩევანი მათ მარტივი აქვს. აირჩიონ ქართველი ხალხი თუ ზოგიერთი უცხოელი ელჩი თუ პოლიტიკოსი, რომელიც მათ კარნახობს დღის წესს. თავად ის რას ნიშნავს, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ უცხადებენ და ამავდროულად სია არ აქვს ჩახსნილი, ეს ოპოზიციის მხრიდან მათი მისამართით კრიტიკის საგანია, თქვა როგორ აღნიშნავთ? ლეგიტიმაციის არაღიარება, ეს არის ფარსი საერთოდ, ამაზე საუბარი. ეს ახლა იგივე არის, რომ ადამიანი იდგეს შუქნიშანზე და არ აღიარებდეს შუქნიშანს და ამოვიდეს თუ არ არსებობს. ახლა რეალობა არის, რეალობა თავის ფანტაზიის სამყაროში რომ ცხოვრობენ, ამას სხვა სახელი ქვია სამედიცინო. ასე რომ რა ვიცი, ეს ამას აქვს მხოლოდ ერთი განზომილება, რომ 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, თავად გახარიას ჩათვლით, შატალოზე იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას. მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, არ იღებდნენ დეპუტატის, არ ვაძლევდით მათ დეპუტატის ხელფას, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში, საერთო ჯამში და რა თქმა უნდა, უსაქმურობას ქართული ხალხი ვერ დაუშვებს და ამის სათანადო ბერკეტები არსებობს კანონმდებლობაში. ნიკამელიაზე მინდა გკითხოთ, ახლა ნიკამელი არაპირებს გირაოს გადახდას, საუბარია კომისიის დაუმორჩილებლობის გამო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ ეს სცენარი, მან რომ არ გადაიხადა გირაო. ახლა თქვენ როგორ შეაფასებთ, რატომ არ იხდის და რატომ წინააღმდეგება სამართალს მელია? იმიტომ რომ არის უცხოელებისგან იქცევა როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი. წინა ჯერზე გახსოვთ, რომ მან თქვა, რომ არც გირაოს გადავიხდი, ვერც დამიჭერთო და მის ამ ქცევას მხარს უჭერდა რამდენიმე უცხოელი, მათ შორის ლიტვის ელჩი პირადად მივიდა ნაციონალურ მოძრაობის გამაგრებულ ალამუტში, რომ ეთქვა, რომ მაგრა დამდგარიყო, სახელმწიფო არ ეღიარებინა და ის გვერდში დაუდგებოდა. როგორ გამოადგა ლიტვის ელჩი, კი დავინახეთ შემდეგ და მიაბრძანეს საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა ნახეთ ასევე, რომ ამის გამო 3 წელი ლიტვის და სხვა ხელისუფლებები საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციას ულახავდნენ, აბრალებდნენ თითქოს ნიკამელიას დაპატიმრება მაშინ იყო პოლიტიკური დევნა. 3 წლის თავზე ფურცელი ააფარა ლიტვის და სხვა ხელისუფლებებს სტრასბურგის სასამართლოში, უთხრა, რომ ისინი ცილს წამებდნენ მთლიანად სახელმწიფოს და ერს და ხალხს. მიუხედავად ამისა, დახედეს ფურცელს და გაიარეს, ბოდიში წარმოიხადა არც ერთმა ხელისუფლებამ, ვინც მაშინ ცილს წამებდა, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, ბრიტანეთის ელჩი და სხვები. და დღესაც ხედავთ, რომ იგივე სიტუაცია იყო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში და იგივე ხალხი ისევ ინგლისის ელჩი გამოვიდა, ბრიტანეთის ელჩი გამოვიდა, ისევ ნორვეგიის ელჩი გამოვიდა, ისევ ბალტიის ქვეყნების ელჩები გამოვიდა, ზუსტად იგივე ტყუილი თქვეს, რომ ეს არის თითქოს კანონის საწინააღმდეგო, ისე რომ ადამიანებს არც კი ცხენიათ უცებ ტყუილს ამოემარა. ჩვენ უნდა ამ შემთხვევაში, რა ვიცი, ისტორია ისეთი ძველი არ არის, ხო, 3-4 წლის წინანდელი არის, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არქივში არის. რაც შეეხება ახლა უკვე მელიას შემთხვევას, სასამართლო იქნება მალე როგორც ჩანს და რა ვიცი, ხა ზოგადი შეფასებით ხედავთ, რომ იდენტური სიტუაცია, რაც თავის დროზე 2021 წელს იყო, იდენტური სიტუაცია, რაც ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევის დროს იყო. ამიტომ მე მაქვს ერთადერთი რამე, მელიასთან საუბარს აზრი არ აქვს ან მოწოდებას, ვინც მას კარნახობს და ვინც მას დღის წესრიგს უწესებს. აი უცხოელ ზოგიერთ ელჩს და ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოს მინდა მიმართო. ან ეხლა უთხრან მელიას რომ გადაიხადოს ეს გირაო, ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ რომ გირაოს გადაუხდელობის გამო თუ კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დაპატიმრების. ვინაიდან ყველას შევახსენებთ, ზუსტად იგივე შემთხვევა 3 წელი, როგორ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა ზოგიერთმა ელჩმა აბსოლუტური ყალბი და ცრუ საბაბით. ასე რომ შემდეგ წუწუნი არ იყოს, ახლავე გინდა საჯაროდ, გინდა არასაჯაროდ უთხრან, რომ თუ ის არ გადაიხდის გირაოს და დადგება ისეთივე მდგომარეობა, რაც 2021 წელს, მათგან არ ექნება განცხადებებით ხარდაჭერა. თუ კი ექნება ხარდაჭერა, ნუ ამასაც შევაფასოთ. გეგმაზე მინდა გკითხოთ საარჩევნო და სტრატეგიაზე, ჯერ იყო საუბარი სატელეფონო არჩევნებზე, ახლა უკვე ინტერნეტით არჩევნებზეა საუბარი და ზოგადად თვითმმართველობის არჩევნების ირგვლივ გაურკვევლობა ოპოზიციაში და ასევე მექნება ბაჩაშვილის სასამართლოზე შეკითხებით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა და პარტია ახლები უკვე ბუნინგზე გადავიდნენ გახარიას შემდეგ უკვე ლელოზე, იმიტომ რომ მათაც არ აქვს გასწორებული პოზიცია, რომ არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
ხო, რაც შეეხება რაღაც ტელეფონების აპლიკაციით და ასე შემდეგ, მარტივ კითხვას დავსვავ და იქნებ ყველა ჟურნალისტმა მოიკითხოს ამ აპლიკაციას ვინ აწარმოებს, რომელი კომპანიაა თუ ვინ არის ეს. რაღაც ინფორმაციები ჩვენს გვაქვს და აბა ერთი მოიკითხოთ ვინ აწარმოებს და შემდგომით ეს მისი რაღაც ბიზნეს გეგმა ხომ არ არის შემთხვევით. აბა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, თორემ ნუ ეხა ესეთ აბსურდულ გეგმებს რო აცხადებს ეს სხვა საკითხია, თუმცა მე ეჭვი მაქვს, რომ ამის უკან დგას ჩვეულებრივი ბიზნეს გეგმა, რომლის მიზანი არის შემოსავლის მიღება და აი რა ვიცი მოიკითხოს მედიამ ვინ დგას ამ აპლიკაციის თუ რა ვიცი რაღაც პროგრამის შექმნის უკან. რაც შეეხება ოპოზიციაში შიგნით დაპირისპირებას, პირველი ხომ დადასტურდა ის ასე ჩვენ ვამბობდით. ჩვენ ვამბობდით, რომ ლელო და გახარია, ხაზარაძე და გახარია მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ხო უარყოფდნენ ამ ყველაფერს. ხო აღმოჩნდა რომ ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, თუმცა თავიდანვე აი არ თქვეს. ჩვენ რო თქვით რომ ვიცით ამის შესახებ და რეგიონში უკვე ოფისები გაამაგრეს და იწყებენ რაღაც მუშაობას, ამას ხო უარყოფდნენ. ხო აღმოჩნდა რომ ატყუებდნენ აი აქაც. ნუ იყვნენ აი ეს რაც თაღლითობა რაც ისედაც არის ამ პარტიების გენეტიკურ კოდში ჩადებული, ეს თაღლითობა ხო კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თაღლითურად ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, არ ვიღებთ მონაწილეობას და დღეს ჩვენივად ხედავთ რომ მოუწიათ ამ ყველაფრის აღიარება. ხო ასევე ყველა ზუსტად ასე დავაგდება და მიიღებს მონაწილეობას მომგონი არჩევნებში. აი ასე ბაქშაშვილთან დაკავშირებით პოლიტპატრონად არის გამოცხადებული ოპოზიციის მხრიდან ეს ადამიანი ეს როგორ შეიძლება ფული, ყველაფერს ფული განაპირობებს. 1 მილიარდი დოლარი აქვს ადამიანს მოპარული. ასე არის შეშციცინებენ და ცაცკლიან ბიტკოინზე იმისთვის რომ შერაცხონ ის პოლიტპატიმრად. ნაყიდი პოლიტპატიმარი ადამიანი ნაყიდი რო გექნება პოლიტპატიმრობის სტატუსი, ნუ ეს ხო კიდე აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია ეს ადამიანი. უნგრეთში მინდა გითხრათ პრემიერის ვიზიტზე გაავრცელა განცხადება ვიქტორ ორბანმა, მან აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და ამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში. ზოგადად ვიზიტი და ეს განცხადებაც რომ შევაფასოთ მეგობარი ქვეყნები. მნიშვნელოვანი ვიზიტი, მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, სადაც თავს იყრიან ევროპის და მსოფლიოს პატრიოტი ძალები და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ბრწყინვალე გამოსვლა ამ კონფერენციაზე, სადაც საერთო ჯამში შეაჯამა და ერთ სიტყვაში თქვა ყველა ქართველი სათქმელი. რაც ჩვენ გვინდა რომ მსოფლიოს უთხრათ და მთავარი ჩვენი სათქმელი გვინდა არის ის რომ ქართველობა არ ეწინააღმდეგება ევროპელობას, როგორც ზოგიერთ ხა უნდა რომ წარმოგვიჩინოს, რომ არც და ამიტომაც ვფიქრობ, რომ გვაპარებენ ამ ტერმინებს ევროპული ღირებულება, როგორც ალტერნატივა ან შეუსაბამო ქართულ ღირებულებებთან. ჩვენ ქართული ღირებულებები თავის თავში მოიცავს იმ საუკეთესო და ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაზეც დაფუძნებული არის მათ შორის დღევანდელი ევროკავშირი. ამიტომ ჩვენ ვფიქრობ, რომ ამაზეც ღიათ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ გვაქვს ქართული ღირებულებები, ჩვენი ქართული ღირებულებები არის საფუძველი ევროპული ცივილიზაციისა და ზუსტად ამ ქართულ ღირებულებების მიხედვით იცხოვრებს ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ ღირებულებებს. ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს მთლიან მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ზოგიერთი დედაქალაქისთვის ევროპაში. ბატონშალო, მეც გითხავთ, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა საქსტატის მონაცემების და 90,000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავის სიღარიბეს. ისიც რომ შევაფასოთ. ეს წარმატება აჩვენებს თუ რამდენად გააზრებულად მოქმედებს საქართველოს მთავრობა იმისთვის რომ კეთილდღეობა გაზარდოს ჩვენს ქვეყანაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს ჩვენ ვახცევთ იმ საგარეო თავდასხმების ფონზე, რომელსაც არიშურებს ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ცოტა რო გვაცადონ, რომ ამოვისუნთქოთ და საზოგადოებამ ნორმალურად იფუნქციონიროს, ყველა ნორმალურად იმუშაოს და მუდმივი კატაკლიზმები და რევოლუციების მოწყობები თავი დაანებონ, თქვენ წარმოიდგინეთ რა შედეგები გვექნებოდა. ამიტომ ეს რაც გვაქვს და რომლითაც რეკორდსმენები ვართ სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის აი ამ ტემპით სიღარიბის დაძლევისა,
ეს ორმაგი და ოთხმაგი იქნებოდა, რომ არა ბრიუსელის უსამართლო თავდასხმები საქართველოს სახელმწიფოზე, რომ არა ზოგიერთი ევროპული დედაქალაქის უსამართლო თავდასხმები საქართველოს დედაქალაქზე, რომ არა მუდმივი ცდილობები, რომ მოგვიწყონ რევოლუციები და არიონ ქვეყანა. ასე რომ მისასალმებელი და შესაძლებელი არის საქართველოს მთავრობის ცდილობები და შედეგები იმ ფონზე, როდესაც ხედავთ მავნებლობას უცხოეთიდან, რომ რაიმენაირად აგვერიონ ცხოვრებას და ეკონომიკას.